არა. ნეტოში დაწყდნენ ვინცი კაცხოვდნენ ვინცი გაყალბება ხალბატონო, გაყალბება. იმიტომ რომ სანამ პლანები თავზე გვასყიდანან, ეგრე იქნება და რა ვიცი ახლა. ღმერთმა ქნას რო არ გაყალბდეს და საერთოა მაინც შეიძლება. არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდობიან. ვარ ექცესების გარეშე, იმიტომ რომ როგორც ხედავ თელევიზიის ყურადღება აქეთკენაა საქართველოს ეროვნულ. საღამოშვიდობისას ვიფასო ტელემაყურებლებო ტელეკომპანია თრიალეთი პირდაპირ ეთერში აგრძელებს მაუწყებლობას გადაცემით არჩევნების სამართლიანობა გამჭვირვალობა. 23 ნოემბერს თბილისში ავრორას ნამდვილად არ გაუსწროლია, თუმცა რევოლუცია შედგა. ეს რევოლუცია თავიდანვე სხვადასხვა სახელებით მოინათლა. ვარდების, ხავერდოვანი დემოკრატიული, თეთრი, გონიერი ადამიანების რევოლუცია. რა მოხდა რეალურად 23 ნოემბერს თბილისში? ალბათ თქვენთვის ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი გორის მოსახლეობის, გორის საზოგადოების, გორის ინტელიგენციის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების პოზიცია ამასთან დაკავშირებით. 23 ნოემბრის შემდეგ მოვლენები საქართველოში ელვისის სწრაფით განვითარდა, საქართველოს ყავს გარდამავალი ხელისუფლება, დანიშნულია უკვე 4 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები, ახლახანს დაინიშნა 25 უკაცრავად 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები, ახლახანს დაინიშნა 25 იანვრის უკვე საპარლამენტო არჩევნები, რომელიც უზენაესმა სასამართლომ ბათილად გამოაცხადა, ეს არის პროპორციული სიებით ჩატარებული არჩევნები, მაგრამ ჩვენთვის ალბათ ყველაზე საინტერესო იქნება რა მოხდა 2 ნოემბერს, რა მოხდა 23 ნოემბერს და ძალაში რჩება თუ არა ის დაპირებები, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ მისცა საზოგადოებას. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ჩვენს რეგიონს სტუმრობდა სახელმწიფო მინისტრის რანგში უკვე ზურაბ ჟვანია, რომელმაც მხარის რწმუნებულად წარადგინა გორის მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებული დეპუტატი ირაკლი ოქრუაშვილი სახელმწიფო რწმუნებულად. დავიწყოთ გადაცემა და კიდევ ერთი ჩვენთან არის ძალიან ესეთი სასიამოვნო სიახლე ეთერში და გეტყვით რომ ჩვენთან ჩართულია უკვე ინტერაქტივი და ინტერაქტივის კითხვა ასეთია. თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ვარდების რევოლუცია? ეს გახლავთ არჩევნების გაყალბება, თუ თვლით რომ არჩევნები გაყალბდა და აი ამის შემდეგ მოხდა ეს რევოლუცია, უნდა დაარეკოთ ტელეფონზე 7-91-60, თუ თვლით რომ ხალხი ქუჩაში გამოიყვანა სოციალურმა ფონმა, მძიმე ეკონომიკურმა პირობებმა, უნდა დაარეკოთ ტელეფონზე 7-91-61 და თუ თვლით რომ ეს ყველაფერი უცხო ქვეყნების ინტერესების გათვალისწინებით მოხდა, ინტერესებმა განაპირობა ეს რევოლუცია, უნდა დაარეკოთ ტელეფონზე 7-91-62. დავიწყოთ გადაცემა პირველი შეკითხვა, რა თქმა უნდა, მე მექნება ჩვენს ახალ რწმუნებულთან ირაკლი ოქრუაშვილთან და პირველი კითხვა იქნება ასეთი. შევაფასოთ ბატონ ირაკლი, დიდი მადლობა პირველს ყოვლისა ყველას რომ მოგზავნით სტუდიაში და იქნებ შევაფასოთ რა მოხდა 23 ნოემბერს და როგორ განვითარდა ამის შემდეგ მოვლენები. თქვენ უკვე აქ როგორც დეპუტატი კი არა, როგორც სახელმწიფო რწმუნებული ისე იმყოფებთ. საერთოდ დეპუტატობაზე უარი არ მაქვს. ალბათ ცოტა შორიდან უნდა დავიწყოთ. ამიტომ რომ ჩვენს ისტორიას თუ გადავავლებ თვალს, მართლა დავინახავთ, რომ ქართული ხალხის მიერ ერთად აღებულას მთლიან საქართველოში თუ ცალკეულ რეგიონში არასდროს არ მოხდა აჯანყება სოციალურ ნიადაგზე. თუ არ ჩათვლით თითოეულ გამონაკლისებს, რა თქმა უნდა, და ეს ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ქართული ადამიანი ყოველთვის წინაყენებდა მის ღირსებას და მის პატივს. და საკმარისი იყო ის, რომ მაის ორი უკანასკნელი თვისება რამდენადაც შელახული ყოფილიყო ხელისუფალის მიერ, ის ყოველთვის მზად იყო აღემაღლებინა თავისი ხმა. ეს 2 ნოემბრის არჩევნები და 2 ნოემბრის არჩევნების შემდგომ განვითარებული მოვლენები იყო ნათელი დადასტურება აი ამ ყველაფრისა, რაც მე უკვე მოგახსენეთ. საკმარისი გახდა მოსახლეობისათვის, რომელიც ბოლო 10-12 წლის განმავლობაში საკმაოდ მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს, საკმარისი გახდა მხოლოდ და მხოლოდ მისი ღირსების შენახვა, რათა მას ხმა აღემაღლებინა, მიუხედავად იმისა, რომ მას სოციალური პროტესტი არ გამოუხდია ამ ხნის განმავლობაში. ესე იგი, უფრო თქვენ თვლით, რომ აი თუნდაც ჩვენი ინტერაქტივის კითხვიდან გამომდინარე, უფრო ხმის, ასე ვთქვათ, დაკარგვის მივალ მე მანდამდე და მე მინდა ცალსახად გავუსახაზე იმას, რომ ქართულმა კაცმა ჩათვალა, რომ ყველაფერს საზღვარი ჰქონდა მანამდე, სანამ მისი ღირსება შეილახებოდა. ხარად შეეხება ინტერაქტივს, სამი კომპონენტი, სამი ასე ვთქვათ,
კითხვა დაასახელეთ თქვენ რატომაც შეიძლება დამხდარიყო ეს რევოლუცია, პირობითად რევოლუცია. Რა თქმა უნდა, სამივე გარკვეული დოზით აი ამ რევოლუციას შეადგენდა და ჭარბობდა. მაგრამ თავისთავად ყველაზე უმთავრესი იყო ის პირველი, რაც მე მოგახსენებთ. იქ იყო რა თქმა უნდა სოციალური ფონიც, მოსახლეობა საკმაოდ ძიმე პირობებში ცხოვრობდა და ესეც იყო ერთ-ერთი განსაზღვრელი იმისა, რომ ხალხმა პროტესტი გამოთქვა და ერთხელ და სამუდამოდ თქვა, რომ კმარა ესე ცხოვრება და იქ იყო რა თქმა უნდა უცხო ქვეყნის ინტერესებიც. ჩვენი ქვეყნის მიმართ ბოლო კომპონენტი შევეხები, ჩვენი ქვეყნის მიმართ იყო საკმაოდ დიდი ყურადღება ბოლო წლების განმავლობაში, მას შემდეგ განსაკუთრებითაც ქვეყანამ შეაჩერა განვითარება და უკან დაიწყო სვლა და ყველა გვაკვირდებოდა აი სწორედ ამ გადასახედიდან, რომ შეძლებს თუ არა ქართველიერი გამოგვიძებას და გადარჩენას. ამ კუთხით უცხო ქვეყნებმა ამ შემთხვევაში აქ ორი პოლუსი იყო, ერთი რა თქმა უნდა რუსეთი და მეორე რა თქმა უნდა დასავლეთი, ორივე მხარე მითამაშა საკმაოდ დადებითი როლი. იქ თავისთავად რუსეთის ინტერესები ამ შემთხვევაში უფრო მეტად ჭარბობდა იმ კუთხით, რომ მათი მხრიდან აქტიურობა უფრო მეტად შეინიშნებოდა და მე მოხარული ვარ და მე ვესალმები იმას, რომ მათი მხრიდანაც იყო გამოჩენილი კეთილგონიერება და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში დასრულდა მთლიანად ქართველიერის გამარჯვებით. ამ შემთხვევაში წაგებული მე ცალსახად შემიძლია დავაფიქსირო, შეიძლება ვინმე ჩემი სუბიექტურად რა ჩათვალოს, მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში ესე ვარ დარწმუნებული და ესე მიმაჩნია, რომ წაგებული არავინ არ არის. გასაგები. თუმცა საინტერესოა ბატონო ირაკლი, იგივე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა მოსაზრება, აგერ გესწრებიან ახლების წარმომადგენელი ბატონო მამუკა. თქვენ როგორ ფიქრობთ და თქვენეული შეფასება აი მოხდარი მოვლენებისა და შემდეგ ბატონო მერაბი აღორძინებთ. სამები მოხდებას პირველ რიგში, როგორც ბატონო მერაბლემ აღნიშნა, ამ სამი კომპონენტის გამორიცხვა, ამ სამიდან ერთ-ერთის გამორიცხვა არის წარმოუდგენელი. ფიქრობ, რომ იყო უცხო ქვეყნის ინტერესიც, იყო ისიც, რომ ქართველი ხალხი იყო ნამდვილად მისი ღირსეულობით იყო შელახული და აგრეთვე იყო ისიც, რომ არჩევნები გაყავთ და თქვათ ნაციონალურ მოძრაობას თქვა ოპოზიციურ პარტიებს დაუკარგეს ხმები. მაგრამ საბოლოო ჯამში მე მაინც ფიქრობ, რომ ეს იყო ქართველი ხალხის შელახული ინტერესი, რომ მათ აღარ უნდა დათეთუოთ შემონადის რეჟიმი და ყველანი ერთად გამოვიდნენ და მოითხოვეს. თუმცა თქვენი პარტია არ დამდგარა იქ, სადაც იდგა ეს ხალხი. რა თქმა უნდა, ჩვენი პარტია მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის დგას ხალხის ინტერესების გვერდით, მაგრამ ხალხის გვერდით დგომ ამ შემთხვევაში. მე ვფიქრობ, რომ იყო ხალხის ინტერესების გვერდით დგომ, რატომღაც ჩვენ გვეგონა, რომ დამართლაც იყო მისი რეალური საფრთხე, რომ შეიძლება მოხდარიყო ძალადობა, მოხდარიყო სისხლისღვრა. ამიტომ ჩვენო პარტიამ უფრო სხვა როლი იკისრა ამ შემთხვევაში და ვცდილობდა, რომ მოლაპარაკების გზით გარკვეული კონსურსები მიაღწია ხელისუფლებასა და გამოსვლებს შორის. ამიტომ ჩვენი პარტიაც მიესალმება იმას, რომ მოხდა ასეთი ხავერდოვანი გზით მართლაც ხელისუფლების გადაყენება და ძალიან მისასალმებელია, რომ არ დაიყვარა სისხლი. გასაგებია და კიდევ ერთი კითხვა მოგა, აქვე დავაკონკრეტოთ. აპირებთ თუ არა თანამშრომლობას ახალი მემარჯვენეები იგივე დღევანდელ არსებულ ხელისუფლებასთან? გადამავალ ხელისუფლებას. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი პროგრამა, მინდა გითხრათ. გორის მასშტაბით ვისაუბროთ? ხო, არა, ნებისმიერ კიდე გორის ორგანიზაცია იყოს და ნებისმიერ ყველგან ვრცელდება პარტიის პროგრამა და ის პოლიტიკური ძალა თუ ხელისუფლება ვინც დაგვეხმარება ამ პროგრამის განხორციელებაში, ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველას. ვის არ უნდა იყოს ეს? გასაგებია. აღორძინების კანდიდატის უბრალოდ წარმომადგენლის პოზიცია საინტერესოა. რამის რეალური მოგესალმებით ყველას და პირველ რიგში მე მინდა ჩემი პიროვნული პარტიულობის გარეშე გამოვხატო და მიულოცო ბატონ ირაკლის გორის გუბერნატორად დანიშნა სული და გული და იმედი გქონდეთ რომ პიროვნულად მე რა გიწევს ყოველთვის დაგიდგებათ საჭირო საქმეში რასაც ქვია გორის და ხალხის მომსახურება. ახლა გამომდინარე თქვენი დასმული კითხვიდან მე მიმაჩნია ერთი რამე და მე ახლა მინდა ბატონ ირაკლის მეგობრულად შევეკამოთ რამეში რომ იგივე ქართველი ხალხის შორის რაც შევალეთ საქართველოსია და რაც არჩევნები ჩატარებულა არც ერთი არ იყო სამართლი არჩევნები აბსოლუტურად და ქართველი ხალხი მაშინ არამდგრად არ გამოსულა თავისი უფლებების დასაცავად ეს ფაქტია და მას ვერავე გაექცევა და მე მიმაჩნია იგივე არჩევნები რომელიც ჩატარდა იგივე არჩევნები რომელიც პრეზიდენტი მოიყვანა და დასვა ორ არჩევნებში იგივე ჟვანიას ხელმძღვანელად ტარდებოდა ეს არჩევნები და მე მიმაჩნია რომ ეს არჩევნები არანაკლებ გაყალბებული იყო ვიდრე თქვათ დღევანდელი არჩევნები და პირადად მიმაჩნია გორში ეს არჩევნები ჩატარდა ყველაზე უკეთესად პირადად მე გორში ვლაპარაკობ ყველაზე უკეთესად ვიდრე სვორმელი არჩევნები გორ პატარა პროცენტიან კლიენტს მე გორზე ვლაპარაკობ ჯერა და მთლიან საქართველოში ეს ჯერი გამოსაძიებელია და მე ერთი ნაწილი რატო ვარ იცი როგორ აფასებთ აი 23 ნოემბრის რევოლუციას თქვენი შეფასებით ეს რა იყო
ჩემი შეფასებით ეს იყო, როგორ გითხრათ, ეს იყო რევოლუცია, თქმა უნდა. რევოლუცია სისხლიანია თუ უსისხლო რევოლუცია. სხვაშორის სმაშიც მოხდა რევოლუცია, სმოლილა ეს ხალხმა და იქ სისხლი არ დახურილა, მაგრამ ის რევოლუცია იყო. მე ვაფასებ ახლა როგორც ბატონი აკრძანა, მარტო გამარჯვებული არსებობს და თამაში, როცა არის გამარჯვებული, დამარცხებული აუცილებლად უნდა ჩამდეს. ამ პერიოდში რაც დამარცხებული ეს მიმაჩნია მეცოდა ძალიან ძნელად მიმაჩნია, რომ დამარცხებულის გარეშე არ არსებობს თამაში, ხო? აქედან გამომდინარე მე მოწადინებული იქნები, რომ ეს ახალგაზრდა ხალხი მოდის დღეს პოლიტიკაში, ჯერჯერობით თურებით არიან მოდის და თუ ეს ხალხი დამკვიდრდება და გააკეთებს, რაც თავის ხალხს დაპირდნენ, რაც შეუსრულებს ამას, მე ნამდვილად გეფიცებით, რომ სულ ყველა ერი დაუდგება ხალხზე ამ ხალხს, მაგრამ ერთად დავამატებდი. თუ ჩვენ ხალხის ნებას უნდა მივყვეთ, თქმა უნდა, მაგრამ იგივე ხალხმა ხვალ მოსთხოვს მაგალითად ამ ლიდერებს იგივე ჟვანიას, სააკაშვილს და ბუჯანაძეს, რომ რაც თქვენ გეუბნებოდით, მოუხსენეთ ხალხს, ყველაფერი, არაფერი ჩააბაროთ, თქვენ გიხსნით ამას, რას დაპირდა ხალხი? ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ. და ამ ხალხმა მე რომ უთხრას ახლა ამ პიროვნებებს, რომ აი ახლა გაზაფხულზე უთხრას, რომ მე თქვენ რომ მითხარით, რომ მომიხსენეთ გასახადი და მე არ ჩაგაბ გასახადს და ახლა ხალხი გამოვიდეს ამას წინააღმდეგ. და იმას დავაკვირდით, მე თქვა ენზელების რევოლუცია, მე დავაკვირდით ზაფხულში გვირილების რევოლუცია. ეს უკვე ანარქია იქნება, აქედან გამომდინარე. უნდა არსებობს პირველში კანონი, კონსტიტუციური გზა, ამ კანონს არ უნდა გადაუხვიოს, ვინც არ უნდა იყოს ის. რასაც ხალხი იყოს. გასაგებია თქვენ ბატონ გოგის თქვენ შეფასება ბუჯანის დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი. ბატონო გოგა, პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისათვის სტუდიაში. და მე მინდა ესეთი მოსაზრება გამოთქვა თქვენს მიერ დასმულ პრობლემასთან დაკავშირებით. ეს ეგრეთ წოდებული და ძალიან ლამაზად შეხმეული სახელი ვარდების რევოლუცია ჩემის აზრით გამოიწვია იმან უპირველესად რომ ქართულ ერს აევსუმუთმინების ფიარა. ქართულ ერმა ვეღარ მოითმინა ამდენი იმედგაცრუება. იმედგაცრუებული დარჩა მაშინ, როდესაც შეიცვალა კომუნისტური ხელისუფლება საქართველოში. სამწუხაროდ ხელისუფლების შიდა პრობლემების გამო თუ გარეშე ფაქტორების ზემოქმედებით მოხდა ისე, რომ ის ხელისუფლება დაემხო. ქვეყანაში მოვიდა ახალი ხელისუფლება. იმასაც იმედის თვალით შეხედა ჩვენი ერის გარკვეულმა ნაწილმა. იქნებ ამ გამოცდილმა ადამიანმა და გუნდმა შეძლოს ქვეყნისთვის რაიმე სასიკეთოს გაკეთება. მაგრამ მოხდა პირიქით. ქვეყანა უფრო უსკრულისკენ წავიდა. თანაც ჩატარდა რამოდენიმე არჩევნები. აიტანა ერთი არჩევნები ქართველმა ერმა, გაყალბებული. აიტანა დამცირება. ჩატარდა შემდგომ კიდევ არჩევნები. კიდევ იგივე განმეორდა. და როდესაც ამ ბოლო არჩევნების დროს განმეორდა იგივე საქართველოში. მე მინდა დავამთავრებო მეგობრებს, რომ გორში შეიძლება ჩაითვალოს, რომ სამაგალითოდ განხორციელდა და თქვენს დაგეთანხმებით ბატონო გოგო, რომ ეს იყო რაღაც ოაზისი, ხო და რაღაც გამონაკლისი გორი და რამოდენიმე რაიონი თბილისისა თუ საქართველოსი. მაგრამ ხელისუფლების ოაზისებს თუ გადავხედავთ, სადაც საიდანაც წამოვიდა თითქმის 100%-იანი ხმები და დააბალანსა ოპოზიციის მიერ მიღწეული წარმატება, ეს შეიძლება ჩაითვალოს, რომ ისევ კატასტროფული შედეგით მოხდა არჩევნების გაყალბება და პარალელურად მიმდინარეობდა პროცესები საქართველოში, რომელმაც ყველაზე მისასალმებელი რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის, ჩანასახი შექმნა და ჩამოაყალიბა და ყალიბდება და მე ალბათ უნდა მივესალმოთ იმ ფაქტს, რომ საქართველოში ჩამოყალიბდა სამოქალაქო საზოგადოება, აი ამ სამოქალაქო საზოგადოებამ და ქართველმა ერმა ეს უკვე ვეღარ აიტანა. ვეღარ აიტანა და გამოგაცრუება საზოგადოებისა, ჩვეულებრივი რიგითი ადამიანებისა. ჯერ კომუნისტური, ასე ვთქვათ, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ 12 წელი შევარდნაძის ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგ არის გარანტია, რომ ეს იმედგაცრუება კვლავ არ გაგრძელდება და იმედით არ ვიცოცხლებთ ძალიან დიდხანს. და სიტყვა საქმით იქცევა. მოდით ესე ვთქვათ, სახელმწიფოს მართვა არის მართვა ხალხის მიერ და არა ხალხის მართვა ხელისუფლების მიერ. და სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით თუ გადავხედავთ იმ პროცესებს, რაც საქართველოში მიმდინარეობდა, ხდებოდა ისე, რომ ხელისუფლება მართავდა ხალხს თავისი ინტერესების სასარგებლოდ. და მე ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორად რაც მიმაჩნია და რასაც გაუსხა ხაზი
რომ გარანტი იმისა, რომ ასეთი რამე აღარ უნდა განმეორდეს და არ განმეორდება საქართველოში, სწორედ არის იმ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება, საზოგადოების გამოგვიძება, ქართული ერის გამოგვიძება და ერთად დგომა და იმ ძალის შეგრძნება და დანახვა იმ ძალისა, რამაც შეაძლებინა ქართულ ერს, რომ ეს გადამწყვეტი და მტკიცე ნაბიჯი გადაედგა, აი ეს იქნება გარანტი სწორედ მომავალშიც, რომ ხელისუფლებამ ვერ უნდა გაბედოს და არც გაბედავს იმას, რომ ხალხის ნების საწინააღმდეგოდ გამოვიდეს. მე ვფიქრობ და იმედი მაქვს და წმენა მაქვს დიდი იმისა, რომ ხელისუფლება იქნება ხალხისთვის და არა იმისთვის, რომ თავისი ხელისუფლება შეინარჩუნოს. ეს არის ჩემი მოსაზრება. მე ვიცი, რომ ჯონი შენ კასპში აკვირდებოდი არჩევნებს. პატიაშვილის ერთობიდან. როგორ იყო? კასპში ძალიან მოკლედ და შემოშინე მოგესალმებით ყველას. მე მინდა ბატონ ირაკლის მოვუწო. წვნებულად დანიშნა და გოგა თქვენი გიყავით კასპში და ხედავდით როგორ ჩატარდა არჩევნები კასპში. მე არ მგონია ეხლა მე გორში არ ვიცი როგორ ჩატარდა არჩევნები, მაგრამ კასპში ასე როგორ ჩატარდა მე არ მგონია რომ რომელიმე რაიონში ჩატარებული იყო ესეთი გაყალბებული არჩევნები. კასპში ფაქტიურად იყო პოლიციური არჩევნები, ესე იგი პოლიცია ატარებდა მთლიანად არჩევნებს, თქვენ თვითონ დააფიქსირეთ, იბრძანდებოდით, როდესაც მე გამოვიყვანე პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი გარეთ და ბევრი ფაქტები. ესე იგი თქვენ ფიქრობთ, რომ ეს რევოლუცია მაინც აი ამ ხმის უფლების წართმევამ გამოიწვია, ხო, არჩევნები? იცით რა არის, აი მე როცა მივედი ერთ-ერთ სოფელში, სადაც ყალბდებოდა არჩევნები, ხალხი რაღაც დაშინებული იყო. მე როცა ამ ხალხს ვუთხარი, ხალხო ვისაც გეშინიათ და ეს პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი გამოვიყვანე გარეთ, მაშინ მოვყვა მთელი სოფელი და მითხრა რომ აი ჩვენ ამისი გვეშინოდა და აი რაღაც ძალა გამოაღვიძე ეს ხალხი, იცი? ნაპერწკალი იყო საჭირო. ნაპერწკალი იყო საჭირო, ხალხს ეშინოდა რაღაც ის შიში ქონდა და წაართვეს ის რაც ვიცი უფლებას ქონდა ხმის უფლება. აი ამან გამოიწვია და არავით არის სოციალური პრობლემები აქ არ ყოფილა და დიდი მადლობა. ვიქოს ტელემაყურებლები ჩვენთან უკვე მაყურებელი ეკავს მიუხედავად იმისა რომ მე თავში არც კი მითქვია რომ ჩვენ პირდაპირ ეთერში შეგვიძლია ასე ვთქვათ შემოუშვათ მაყურებლის სატელეფონო ზარი და გეტყვით ახლა რომ 713-31 ან 710-39 მუშაობს ჩვენი სატელეფონო ასე ვთქვათ ხაზი და ახლა უკვე პირველი მაყურებელი ყავს ხაზზე მოგესალმებით საღამოშვიდობისა თქვენ პირდაპირ ეთერში ხარ დასვით კითხვა. ხო, ბატონო გოგო გამარჯობა. გამარჯობა. მინდა მოგესალმოთ ბატონო ირაკლის მინდა მიულოცო. ხალხოვანი რევოლუციის გამარჯვება. მე თქვენ ხმაზე ვიცი. იმედი გვაქვს ბატონო ირაკლისი საერთოდ ნაციონალური მოძრაობისა და ერთ შეკითხვას მაგარის ოპოზიცია, რომელსაც ამოიღეს ამოძინება, ყოფილი სამთავრობო ორგანიზაცია და ესეთი რაღაცა შევეკითხო. აი აღორძინება საჯეთში. როცა ბათუმში არიორით, საფასმოდო რეჟიმი იყო. იმ წამიდან ამ წელს ეს გაიძახება. ისე და ერთი თხოვნა მექნება თქვენთან. თუ შეიძლება ცოტა მოცილდით ტელევიზორს და ოდნავ ხმამაღლა ბრძანეთ თქვენი კითხვა. ხო, აი ბატონო გოგო. დიახ, აი კარგი. მაშინელ პერიოდში იმ დროიდან ამ დრომდე სკოლაში იყო ხოლმე საფასმოდო რეჟიმი. და დღეს გაიძახია რომ ჩვენ აი ესეც ისოც აი რატო არის ახლა დღეს არ დაიძახია რომ აი ჩვენ ოპოზიცია დღეს დღევანდელი დღით რომ აღორძინება იყო და ესენი იყო სამთავრობო ორგანიზაცია. როცა მაშინელ პერიოდში როცა მოხდა ჩასვლა აღორძინებისა და მაშინ გამოდიოდა და იძახდნენ რომ ჩვენ შევარდნაძემ მოგვიგზავნა ნაციონალური მოძრაობა. და აი ის შევარდნაძე და დღეს გამოდიოდა შევარდნაძის შულაყავში და ეს გორის ნაციონალის აღორძინება და სამთავრობო ორგანიზაცია გამოდია რომ აი ჩვენ ვართ ეს ხოდის. ეს არის ჩვენ ვართ გორელები და ამიტომ მე დიდი სურვილი მექნება, დიდი სურვილი მექნება ყველაფერი დაანებონა დღევანდელ ხელისუფლებას ბატონ ირაკლის დაუდგეთ როგორც გორელები და ერთმანეთს მიეფერო და ერთმანეთს შეშხო და ვაშილოთ ახალი საქართველოს. დიდი მადლობა. ვალიკო დოლიაშვილი ეკავდა თუ არ ვცდები ხმაზე ვიცან მე. ბატონო კიდევ ერთი კითხვა ბატონო ირაკლი. გასაგებია რომ თითქმის ამოწურეთ ჩვენ საარჩევნო თემა ხო არ დაამატებით რა ბატონო. ხო ბატონო ზურა. საინტერესო თქვენი ყველაზე ასე ვთქვათ კომპეტენტური ორგანოს ასე ვთქვათ მოსაზრება რომელიც აკვირდებოდა ამ არჩევნებს. ახლოს მიკროფონი. გაისვა კითხვა. დიახ. ეს მე ბატონო გოგო. მაპატიეთ ბილოციებზე თავშევიკავებ დგვანავკარნე. თუ შეიძლება მიკროფონი ახლოს. დიახ. რა იყო ეს პროცესი? არჩევნების შემდგომი პერიოდი. ჩემს აზრით ეს იყო საზოგადოების მშვიდობიანი პროტესტი. მშვიდობიანი პროტესტი არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ, პრეზიდენტის წინააღმდეგ.
გნებავთ რევოლუცია დავარქვათ, გნებავთ რევოლუცია, გნებავთ ხალხობრივი, გნებავთ პარტიების. მე ასე ვფიქრობ. რამ გამოიწვია? ახლოს მიკროფონი ბანოს. რამ გამოიწვია? მეტად. შემდეგად გამოიწვია მიზეზ და კომპლექსმა. რომელთა შორის პირველი ეს იყო, როგორც აღნიშნეს, ღირსება, ქართველი ერის ღირსება. რაში მდგომარეობს ეს ღირსება? ერთად ვილაპარაკებ, ერთიდან საქართველოს საზღვრები აღარ აქვს. საქართველოს საზღვრები აღარ აქვს. მე აქ წერტილს დავსვა. შეიძლება მრავალი წერტილიც. მეორე, რა თქმა უნდა, სოციალური მდგომარეობა მასშტაბისა. შემდეგი, ესე იგი, არჩევნების გაყალბება. მართალია, გორსა და გორის რაიონში შედარებით არჩევნები საკმაოდ ნორმალურ დონეზე ჩატარდა. განსაკუთრებული მომენტები არ იყო ისეთი, რომელსაც განსაკუთრებული შედეგები შეიძლებოდა რომ ეთამაშა არჩევნების საბოლოო შედეგებში. ასეთი რამ არ ყოფილა. მაგრამ საერთო ჯამში, მაგრამ სამართლიანი არჩევნებმა დააფიქსირა საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით ოქმები, რომელიც წარდგენილი იყო პროპორციული სისტემით ასარჩევი პარტიების ოქმები, ესენი იყო გადაკეთებული ყველა მათგანი, რომელიც კანონით უნდა ათილად იქნეს ცნობილი. გასაგებია, ბატონო, ძალიან სულ როქჩება. საბოლოოდ ფაქტორი მიზეზი, რა თქმა უნდა, ამ სიტყვის კარგი გაგებით, ლიდერთა ამბიციები, მათ ამ სიტყვის კარგი გაგებით. რომ ყოფილიყო ლიდერთა ამბიციები, თუნდაც იმ მიმართებით, რომ ქართველმა ერმა ხვალინდელი უკეთესი დაიყენოს, რა თქმა უნდა, ეს ეგრეთ წოდებული ხალხური რევოლუცია შეიძლება ამჯერად არ მომხდარიყო. ჩვენ სწორედ ამ ნაპოწკალზე ვსაუბრობდით წერა. იმათი დიდი დამსახურებაა. დიახ. მე იურისტების პოზიცია მაინტერესებს. დღეს არსებული ხელისუფლების ოპონენტები ხშირად კეთი საუბრობენ იმაზე, რომ ქვეყანა არის, ასე ვთქვათ, კონსტიტუციურ ვაკუუმში მოქცეული. ზოგი ფიქრობს, რომ რადგან გაიხსნა, ვთქვათ, 23 ნოემბერს პარლამენტის სხდომა, აქ სხვა თავმჯდომარე, ახალი თავმჯდომარე უნდა არჩეულიყო და შესაბამისად მას უნდა შეესრულებინა შემდეგ თუ გადადგებოდა პრეზიდენტი მისი მოვალეობა. აი, როგორც იურისტი, ალბათ გიფიქრია ამ თემაზე, დარწმუნებული ვარ, ყველა ჩვენგანი ფიქრობთ ამაზე. აი, იურისტის კომენტარი მაინტერესებს. რამდენად ვარ საკონსტიტუციო ასე ვთქვათ ვაკუუმში. ვაკუუმი ზოგადად არსებობს, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ერთი ცივიოდენი გამოსავალი მაგ შემთხვევაში ეს თვითონ უკვე მოძებნეს და ეს არსებობს, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოში, ალბათ თქვენთვისაც არის ცნობილი, გასაჩივრებულია საერთოდ არჩევნების კანონიერება. თუ ეს საკითხი გადაწყდა და არჩევნები ჩაითვალა ბათილად, შესაბამისად მოხდება ხელახალი არჩევნები, ფაქტობრივად დაინიშნა ხელახალი არჩევნები, იმიტომ რომ გახსნა რა ფორმით მოხდა და ასე შემდეგ, ამასაც აქვს თავისი რაღაც მექანიზმი, რომელიც არ იყო თავის ჩარჩოებში მოქცეული. იმიტომ რომ იქ საუბარი არის ამდენად ფორმი იყო შემდგარი და თუ არ იყო შემდგარი, ყველა ძალიან ბევრი დეტალებია. კი, იგივე უფლებამოსილების ცნობა, იმიტომ რომ მე ერთი მცირეოდენ დანამატს გავაკეთებ ამასთან დაკავშირებით, რომ 28 ნოემბრიდან უკვე ძალაში შევიდა საარჩევნო კოდექსში ისეთი ცვლილება, რომ CSKOM უნდა დააჯამოს საარჩევნო კომისიის მიერ შემაჯამებელი ოქმების დამიხედვით და არა საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმების მიხედვით არჩევნები, რაც მაგალითად მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით იყო, რაც ალბათ ცოტა გაადვილებს ხმების დათვლის მექანიზმს და ამასთანავე რაც შეეხება თქვათ ხმების თქვათ ძალიან ბევრი რაღაც ცვლილებები შევიდა წვრილმანი ახლა მე უბრალოდ არ გადაგყლით თქვენ თუ დაგაინტერესდებათ რა თქმა უნდა გეტყვით კი აი ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი რამ უნდა გაკეთდეს და გაკეთდება მე ვიმედოვნებ იმისათვის რომ არჩევნები ჩატარდეს სწორად და სამართლიანად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია რაც ჩემთვის არის მაგალითად მისაღები ეს არის ხალხმა ისწავლა რომ სახელმწიფო ხელისუფლება ჩვენს წინაშე არის ანგარიშვალდებული. ეს ჩვენ დავინახეთ და ვინც ვერ დავინახეთ, ალბათ ეს ნათელი მაგალითია მაგის, რომ ჩვენთან არის სახელმწიფო ანგარიშვალდებული და არა პირიქით ჩვენ ვიყავთ ანგარიშვალდებულები და არა მგონია რომ ხალხმა რომელსაც ეს დაინახა, დღეს უკვე აღარ მოსთხოვოს სახელმწიფოს პასუხი, შენ მე რა გამიკეთე, როდესაც მე შენ მოგეცი ხმა და აგირჩიე იმისათვის რომ შემიქნა კეთილდღეობა. გასაგებია, ბატონ რობერტის მინაცოთ. ბატონ რობერტ, თქვენი პოზიცია საინტერესო. მე ვიცი ახლა ეს არავის სასამართლო არ არის, თქვენ ზუსტად იქ 23 ნოემბერს თქვათ მიტინგის მეორე მხარეს იმყოფებოდით, მაშინ ძალიან ბევრი საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც ინტელიგენციის ნაწილი გორიდან ძალდატანებით წაიყვანეს აი ამ მიტინგზე და
ცოტა ხანში უკვე მოხდა ის რაც ყველამ კარგად ნახეთ. აი თქვენი პოზიცია დღეს როგორია? ჩემი პოზიცია ერთია, რომ ჩვენ ერთიან საქართველოში ვცხოვრობთ, ყველა საქართველოს შვილები ვართ. ყველა ჩემთვის ჩემიანია. ვინც არ უნდა იყოს, ყველა ჩემიანი. და ყოველ სიახლეს და ყოველ ახალს მე ყოველთვის პროგრესულად ვხდები და იმედებით ვხდები. ეს იმედი მომიშალოს ღმერთმა. დიდი მადლობა. თეატრის ჩვენ თეატრალურ საზოგადოება იმყოფება დარბაზში და საინტერესოა ბატონი გოგის პოზიციას ბატონი გოგი გითხრათ ძალიან მოკლედ და უკვე გადავალთ ბატონ ირაკლისთან უშუალოდ პრობლემებზე რაც ჩვენს რეგიონში არსებობს. კი ბატონო მაშინ ძალიან მოკლედ ვიტყვი პირველ რიგში გილოცავთ ბატონ ირაკლი მოგზაურობას და პირველი რაც მე გამიხარდა, აი მართლა გულით გამიხარდა აბსოლუტურად სერიოზულად გეუბნებით ის განცხადება თქვენს მიერ გაკეთებული რომ თქვენ დატოვებთ პროფესიონალებს და პროფესიონალებს ვერ შეელებთ. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ აქ არ იქნება პარტიული ნიშნით არჩევა, აქ არ იქნება რაღაცა სხვა ნიშნებით არჩევა. იმიტომ რომ მე გორში მეგულება ძალიან აი იგივე მთავრობაში, იგივე რაღაცა აი კონკრეტული პიროვნებები მე არ მაინტერესებს მაგათი პარტიულობა, იგივე ზაზა კოშაძე, იგივე თამრიკოვიდი შერაშვილი პროფესიონალები არიან, რომლებიც თვითონაც აცხადებენ, რომ ჩვენ არა ვართ პოლიტიკოსები, ჩვენ ვართ მეურნე ხალხი და თავის საკუთარ საქმეს აკეთებენ. იმიტომ რომ იმედი მაქვს, რომ დღევანდელი ხელისუფლება არ გაიმეორებს იმ შეცდომებს, რომელიც თავის დროზე დაუშვა ზვიად გამსახურდიან, რომელიც დაუშვა შევარდნაძემ, იმიტომ რომ მე მართლა აი კაცურად გეუბნებით, გული მემდიც აი ზუაშიანი კაცი რო არის პარლამენტში რო დეპუტატი, დეპუტატი კაცრავად. ხაზარი. ისა ვიტალი ხაზარი. ნუ უბრალოდ ნუ რო შეხედავ, ნუ უბრალოდ გული უნდა წავიდდეს ან აღშფოთე, ან რაღაცა უნდა გააკეთო რა. ან რაღაცა ეს დაღორძინების პარტია თუ რაღაცა რომელიც გვერდში ამოიყენეს ან რაღაცა. აი ზვიადის დროს მე მოგიყვებით ბატონო? ხო, უკაცრავად დაღორძინების ხო. არის ხო? უკაცრავად მე აპიჩატკა ხო. ხო და აი ბატონი ზვიად გამსახურდიას დროს მაგალითად აი კულტურის განყოფილებაში თუ რაღაცაში მოვიდა გურამ პეტრიაშვილი. ნუ პრაქტიკულად ჩემი აზრით ეს იყო აბსოლუტურად არაკომპეტენტური ადამიანი, რომელიც მივიდა საოპერო თეატრში და თქვა, რომ ყველაფერი უნდა გადავაკეთოთ იმაზე ქართულ ენაზე. ყელფანდურავო. თუ ისო ვიოლინოსო უნდა დავარქვათო ყელფანდურავო. ამიგეთ? ნუ აი რაღაცა აი ესეთ დონეზე მედიოდა ლაპარაკი და ეს უბრალოდ ზვიადზე პატრიოტი და განათლებული კაცი ალბათ იშვიათი, ხო? მაგრამ აი ეს საკადრო პოლიტიკა თვითონ რაც გაატარა ბატონმა ზვიადიმ, ხო, იყო პარტიული ნიშნით შერჩეული და იმდენად არაპროფესიონალები ამოიყენა გვერდზე, რომ რითი დამთავრდა ეს ყველამ კარგად ვიცით. იგივე გააკეთა შევარდნაძე. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ხელისუფლება, რომელსაც აი გორში მართლა ძალიან დიდი სიმპათიით აქვს და ყველაზე პრაქტიკულად ობიექტური, იმიტომ რომ 85% იყო ხო ნაციონალები. დაახლოებით 55%. მე ვიცი 85%. ხო, უკაცრავად. ხო, ნუ ყოველ შემთხვევაში ყველაზე ობიექტური მთელ საქართველოში, მე არ შემიძლია თქვა, ეხლა საქართველოს ნახოთ რა გვიჩვენებს საპრეზიდენტო არჩევნები და შემდეგ საპარლამენტო. არ მგონია რომ აი, გითხოთ ბატონ ირაკლის. გაიმეორებენ თუ არა თქვა ხელისუფლებაში მოსული ახალი ხელმძღვანელები იმ შეცდომებს, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებებს და პირველი რაც დაინიშნა ირაკლი ოქრუაშვილი, პირველი რაც ჩვენ ნახეთ ჟურნალისტებმა გუშინ ზურაბჟვანიასთან ერთად იგი გავიდა ერთ-ერთ ობიექტზე და თქვენს რომ ეს არის უკანონო შემოვლობა და ეს ობიექტი უნდა გაჩერდეს. გუშინ მე წავიკითხე ალიაში ბატონ ირაკლის ინტერვიუ და იგი ამბობს, რომ ბევრი ადამიანი უნდა წავიდეს სახლში. თუმცა მოდი ვკითხოთ, რას ფიქრობს საკადრო ასე ვთქვათ პოლიტიკაზე დღეს ნაციონალური მოძრაობა გორში ამ შემთხვევაში და შიდა ქართლში ირაკლი ოქრუაშვილი და როგორ გაგრძელდება მუშაობა. სანამ აკითხავზე დავუბრუნდები მოვლენებს. კიდევ ერთხელ მინდა მე აღნიშნო, რომ მართლაც ამ რევოლუციას დამარცხებული არ დაუტოვებია არავინ. ის ადამიანებიც კი, რომლებიც ბარიკადებს მიღმაიდგნენ, ისინიც კი გამარჯვებულები არიან, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ ვაპირებთ ავაშენოთ ისეთ საქართველოს, სადაც ისინიც კი მშვიდად და ბედნიერად იცხოვრობენ. იგივე ლევან მამალაძის შვილები და იგივე ვიტალი ხაზარაძის შვილები და ასე შემდეგ. ეს არ არის მხოლოდ ჩემი საქართველო, ან ჩემი შვილი საქართველო, ეს არის თითოეული ჩვენთაგანის ქვეყანა. ეს ერთი და მეორე, მე ამაყი ვიყავი მართლაც იმ დღეს, როდესაც
მომსწრე ვიყავი იმ ლამაზ წუთებისა, რომელიც საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, წუთებს წარმოადგენდა. იგივე ბადრი ჩემს გვერდით იყო მთელი დღის განმავლობაში და რამდენიმე ასეული გორელი ჩვენ წინა ფლანგზე ვიდექით და ვაკვირდებოდით აი ამ ყველაფერს, რომელიც ჩვენ შვილებს ჩვენ შთამომავლობას პარლაც ამაყით უნდა მოვუყვეთ ალბათ. ისე ბევრი ნაცემიც კი ჩამოვიდა მე როგორ. რა თქმა უნდა, იქ იყო გარკვეული ინციდენტები, მაგრამ ყველაფერი საბოლოო ჯამში მაინც მშვიდობიანად დამთავრდა, მაგრამ ეს ერთი და მეორე, თავისთავად პრეცედენტი ის რაც მოხდა, რომ პრეზიდენტი გადადგა საერთო სახალხო პროტესტის ფონზე. ეს იყო ქვეყნისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანი რამ, მნიშვნელოვანესი რამ. ამას აცნობიერებდნენ ის ადამიანები, ვინც, ასე ვთქვათ, პრეზიდენტის გადადგომას ითხოვდნენ. მე ლიდერები მყავს ხედელობაში და ამ შემთხვევაში მეც ჩემ თავს მათ ადგილას დავაყენებდი, იმიტომ რომ ჩვენ მთლიან საზოგადოებამ, ჩვენ როდესაც ვამბობ მთლიან საზოგადოებას გულისხმობ, შევქმნით პრეცედენტი, როდესაც ადამიანი, ხელისუფალი, რომელიც აზრუნავს საკუთარ ხალხზე, მიიღებს აი ასეთ პასუხს, რაც საზოგადოებამ 2003 წლის ნოემბერს პრეზიდენტ შევარდნაძეს გასცა. ის ადამიანები, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში არიან და კიდევ ერთხელ ვთქვი, ჩემ თავსაც გულისხმობ ამას, იმ ადამიანებიც ეს იქნება გაკვეთილი, რომ იმ წუთიდან, როდესაც შენ გადაუხვევ ხალხის ინტერესებზე ზრუნვას, შენი ადგილი აღმოჩნდება ზუსტად იქ, სადაც დაისადგურა ედუარდ შევარდნაძემ. და ყველანი უნდა გავურბოდეთ აი ამ გვარ ბედს. ჩვენ კარგად უნდა ვაცნობიერებთ ჩვენ პასუხისმგებლობას, თუ რატომ მოვდივარ ჩვენ ხელისუფლებაში. და თავისთავად შევარდნაძის წასვლის შემდეგ არ გაჩენილა არანაირება კომი, პირიქით გაჩნდა საუკეთესო ალტერნატივა ხელისუფლების. და თუ ეს ადამიანები არ გაგრძელებენ ხალხის ინტერესებზე ზრუნვას, ისინი აღმოჩნდებიან იგივე პირობებში და მათ ადგილს დაიკავებენ სხვები. რაც შეეხება თქვენს საკადრო ასპექტს. ხა რაც შეეხება საკადრო პოლიტიკას, მე ისევე პარალელით დავიწყებ, რომ დამარცხებული არ არსებობს. დამარცხებული არ არსებობდა, იმიტომ რომ იმ მომენტში იმ რაოდენობა ხალხის მასაში არავის არ გაჩენია რევანშის გრძნობა მეორე მხარისადმი. არ ყოფილა არანაირი შურისძიების და ასე ვთქვათ, ანგარიშტორების მომენტები. ძალიან მთლიანად მინდა გამოვრიცხო იგივე ჩვენს პოლიტიკაში და მთლიანად ხელისუფლების პოლიტიკაში, დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკაში ესეთი მომენტები. არანაირი რევანში არ იქნება და არანაირი დასჯა იმ ადამიანებისა, რომ იმ კრიტერიუმით, რომ შენ იცი რა გუშინ ხო იქიდექი, ამ ნიშნით არ იქნება. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, ბევრჯერ ვიტყვი და გავიმეორებ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ორი ნიშანი იქნება ადამიანის სახელმწიფო სამსახურში დატოვებისა და შემდგომ მის დაწინაურებისა ნახავი კადრის მოყვანისა. ეს ორი ნიშანია, ერთი პროფესიონალიზმი და მეორე პატიოსნება. ძველი კადრების მიმართაც იქნება იგივე დამოკიდებულება რაც ახალი კადრების მიმართ და არც ის შემთხვევაში არავინ არ იფიქროს ის, რომ ეხლა ხელისუფლების ცვლილების პერიოდში ყველა ერთიანად ასე ვთქვათ წავასახში და მათ ადგილს დაიკავებენ ის ადამიანები, რომლებიც პარტიული ნიშნით ან რაიმე ნებისმიერი სხვა ნიშნით. ვიღაცები მაინც წავდნენ სახში თქვენი. არა, სახში რა თქმა უნდა წავდნენ. ის ადამიანები რა თქმა უნდა, ვის მიმართაც არსებობს გარკვეული ეჭვი, არგუმენტები, მტკიცებულებები იმისა, რომ ეს ადამიანები საკუთარ თანამდებობას იყენებდნენ საკუთარი ჯიბის გასასქელებლად. გარკვეული შემთხვევები უკვე იყო, როდესაც ერთი-ორმა ასეთმა დატოვა თავის თანამდებობა. მაგალითად, მე მახსოვს სხვა შორის ესეთი მეხსიერება მაქვს, თქვენთან პირდაპირ ეთერში პირველად ვიყავი, როდესაც ერთ-ერთმა პიროვნებამ დაიკა, რომელიც ახლა ჩემო ადგილეთ ითვლება და მე მითხრა, რომ აი თქვენი და მიხეილ ქარელის სამართავი გორი არასდროს არ იქნება. მე ის კი არ მწყენია, რომ მან პიროვნულად ჩემზე გაამახვილა ყურადღება. მე მეწყინა, რომ მის ცნობიერებაში არ ჭირდებოდა ის, რომ ჩემი სამართავი კი არ უნდა იყოს გორი ან მიხეილ ქარელის, ანუ ვინმე კონკრეტული პიროვნების. გორი უნდა იყოს ხალხის სამართავი. და ნებისმიერი ხელისუფალი, რომელიც უკვე თავის თავს მოიაზრებს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფალად და ამ შემთხვევაში ხალხს დააყენებს მეორე მხარეს, მისი ადგილი პოლიტიკაში და ხელისუფლებაში აღარ არის. გასაგებია, ძალიან საინტერესო მოსაზრება და ბატონო საზოგადოებას მოდივართ, ბატონო, თქვენ გინდოდათ მომავალ პასუხს გაცემოთ. ვისთვის? ძალიან თქვით. გასაგებია, აი ახალგაზრდები ითხოვენ, ძალიან სასიამოვნო ჩართული. სასაფორცოზე სტუდენტი. პირველ რიგში დავუბრუნდები ბოლო თემას, რაზეც საუბრობდით. ეს იყო უბრალოდ ის გამოხატულება, რომ ხალხის ინტერესი დაემთხვა კონკრეტული პარტიის ინტერესს და პოლიტიკური პარტია ეს არის ადამიანთა ერთი ნაწილი, რომელსაც კონკრეტული იდეები და მიზნები სურთ აიყვანონ კანონის რანგში. ამ შემთხვევაში ხალხის ინტერესები დაემთხვა პოლიტიკური პარტიის ინტერესებს და ამ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიამ იტვირთა ეს თვით. ეხლა რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს და მომავალს. მე ყოველ შემთხვევაში როგორც სტუდენტი გოულში მცხოვრებ ერთ-ერთი ადამიანი. ეს მინდა კითხო, რამდენად იმედიანად ხარ თქვა განწყობილი,
ახალი ხელისუფლების მოსვლით რომ რაღაცა უკეთესობისკენ შეიცვლება იგივე სტუდენტების ცხოვრებაში ახალგაზრდების. მე და ჩემი მეგობრები და ყველა ახალგაზრდა არის ნამდვილად იმედი და ღმერთმა დაგვიკარგოს ეს იმედი. პირველ რიგში რასაც ვისურვებდი ეს იქნებოდა გორში კრიმინოგენური სიტუაციის აღმოფხვრა, მეორე ეს იქნებოდა რაიმე ახალგაზრდული ცხოვრების დანერგვა, ბიბლიოთეკების რაღაც ერთი ნორმალური სტანდარტული ბიბლიოთეკის გაკეთება და განათლების რეფორმის ხელშეწყობა. აი ეს სამი კომპონენტი რითაც შეიძლება აი ახალგაზრდების რაღაც მაინც ხელშეწყობა და ნორმალური ცხოვრების მშვიდობიანი თანაცხოვრების დამკვიდრება. დიდი მადლობა. ფიქრობ ეს თხოვნები უკვე ინიშნავს ბატონი ირაკლი ამ ყველაფერს. ჩვენ მაყურებელი გველოდება საკმაოდ ხანია უკვე ეთერში, გისმენთ სამშვიდობისა პირდაპირ ეთერში ხარ ძალიან მოკლედ თუ შეიძლება თქვენი კითხვა ჩამოაყალიბეთ. მოგესალმებით. მე ბატონი ირაკლისთან მაქვს ასეთი შეკითხვა. ჯერ პირველ რიგში მინდა მივულოთ ამ თანამდებობაზე მოსვლა სამწუხაროთა საბედნიერო ძალიან დიდი მოვალეობის წინაშე დგას და მე ვფიქრობ, რომ ის კიდევაც შეასრულებს ამ მოვალეობას, ანუ გაამართლებს თავის მისიას. მე ასეთ შეკითხვა მინდა დაგისვათ, ბატონო ირაკლი. თქვენ როგორ ფიქრობთ, რომელ სფეროში უფრო ესეთი დილემური ხასიათის პრობლემებია და რას აპირებთ? უბრალოდ ეს მაინტერესებს პერმანენტულად მოხდება ეს. დიდი მადლობა, გასაგებია. პირველ რიგში რომელი კონკრეტული პრობლემა უნდა მოგვარდეს? მე ასე გავიგე თქვენი კითხვა. მე უბრალოდ მაყურებელს შევახსენებ, სანამ ამ კითხვაზე გავცემდეთ პასუხს, რომ ჩვენთან ეკრანზე ამ წუთში გამოტანილია ინტერაქტივი კითხვა შემდეგშია, რამ განაპირობა ვარდების რევოლუცია. თუ თქვენ თვლით, რომ არჩევნების გაყალბებამ გამოიწვია ეს ყველაფერი, უნდა დარეკოთ ტელეფონის ნომერზე 79160. თუ თქვენ თვლით, რომ ეს საერთო სოციალურმა უკმაყოფილებამ გამოიწვია, უნდა დარეკოთ ტელეფონზე 79161. ხოლო თუ თვლით, რომ ეს ყველაფერი გამოიწვია უცხო ქვეყნების ინტერესებმა, უნდა დარეკოთ ტელეფონზე 79162. ინტერაქტივი ჩართულია, შეგიძლიათ დარეკოთ აი ამ ნომერებზე და დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია. ბატონო ირაკლი. ხო, კითხვა ასეთი იყო. პირველ რიგში და ეს უმთავრესი პრობლემაა. მე პირველივე დღეს ვნახე, რომ თქვენთან უამრავი პენსიონერი მოდიოდა და გეკითხებოდათ, რომ აი როდის დაიწყებს ახალი ხელისუფლება იგივე პენსიების დარიგებას. ახალი წელი გვიახლოვდება, რამდენი ცოტა ხანი გადარჩენილი ან დღეებამდე და მიიღებენ თუ არა იგივე საბიუჯეტო ორგანიზაციების წარმომადგენლები ხელფას. უმთავრესი პრობლემა პირველ რიგში ალბათ ეს არის. გოგა, მე ნომერ პირველ პრობლემად მაინც ცოტა სხვა პრობლემას დავაყენებდი. ქვეყანა იყოფება საკმაოდ მნიშვნელოვან გზაგასაყარზე. 2004 წელს 4 იანვარს უნდა ჩატარდეს საპრეზიდენტო არჩევნები. და მე მიმაჩნია, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი არის ის, რომ ამ არჩევნებმა ჩაიაროს საკმაოდ მშვიდ გარემოში და ჩაიაროს ობიექტურად. თავისთავად აქ ერთ-ერთი კომპონენტი, რადგან ჩვენ წეგან საუბრობთ, უცხო ქვეყნების ინტერესები, ეს ინტერესები უკვე მოდიფიცირებას წარმოჩინდება და ხშირ შემთხვევაში ძალიან ბევრი ინტერესი ჩნდება, როდესაც ქვეყანაში ვიღაცას არ აწყობს სტაბილური ვითარების შენარჩუნება. მე არ მინდა ეხლა მტრის ხათი დავხატო და რაღაც მოსახლეობაში რაღაც ისეთი მუხტი შევიტანო, მაგრამ ეს არის რეალობა. როგორც გორში, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში და რეგიონებში უკვე შეიმჩნევა იარაღიანი ხალხის მოძრაობა, რომლებიც აშკარად უკვე ამ იარაღის ჟღარუნით გარკვეულ მინიშნებებს აკეთებენ, ულტიმატუმებს უყენებენ ხელისუფლებას და ასე შემდეგ. იგივე იგორ გიორგაძის ფაქტორი, რომ თითქოს მას ბოლო 5 წლის განმავლობაში, 3 წლის განმავლობაში ნაურში უცხოვრია და არა, ახლა უკვე აფხაზეთზე საუბრობ. არც ყოველ შემთხვევაში ბოლო მონაცემით აფხაზეთში უცხოვრია 5 წელი. ეს რა თქმა უნდა ცოტა ირონიით, მაგრამ თავისთავად ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იქნას სიმშვიდე. და ჩვენ რამენაირად აი ეს გარდამავალი პერიოდი გადავიტანთ. ეს გარდამავალი პერიოდი თავისთავად არ უნდა გაგრძელდეს 10 წელი და 12 წელი, აქ საუბარია რამდენიმე თვეზე. მას შემდეგ განსაკუთრებით საპრეზიდენტო არჩევნების დამთავრებამდე. და მეორე პრობლემა, ეხლა თავისთავად ეს უკვე სპეციფიური პრობლემა, რომელიც რეგიონს საკმაოდ ძალზედ უხებს, ეს არის იგივე კრიმინალური მდგომარეობა, იგივე ნარკოტიკების პრობლემა, იგივე კონტრაბანდის პრობლემა, ახალგაზრდობის პრობლემებზე იყო საუბარი და მე მივესალმები იმას, რომ ახალგაზრდებს რა თქმა უნდა გაამძლეოდეთ ის ინტერესი, რომ იყოს ბიბლიოთეკები, კომპიუტერული ცენტრები და ასე შემდეგ, მაგრამ მე მას ცოტა გვერდით გადავდები და უფრო უშინ ნახსენები იქნა ესეთი ტერმინი მეხანძრეების როლში გამოვდივართ ჩვენ და უფრო სხვა პრობლემას წამოვწევდით წინას. ჩვენ ხანძარი უნდა ჩავაქროთ ჯერ. ქალაქში მთლიანად უნდა აღმოიფხვრას ის, რომ არანაირი ნარკოტიკების რეალიზატორი არ უნდა არსებობდეს. და თითოეული ჩვენთაგანის ვალია და არანაირი ასე ვთქვათ ცუდ ბიჭობაში, დასმენაში და რაღაც სხვანაირად აღქმადი არ უნდა იყოს ის, რომ ჩვენ ერთმანეთს შევატყობინოთ, რომ იცით რა, ჩვენ ქალაქში, ჩვენ უბანში აი ეს ხდება და ეს ადამიანი ქალაქს სწავლობს.
ესეთი რაღაცები თვითონაც უნდა გამოერიცხოს, იგივე კრიმინალთან დაკავშირებით. უკვე იქ მიღბიანები გამოჩნდნენ, რამდენიმე ყაჩაღობა მოხდა და რაღაც. ჩემი მთავარი საზრუნავი იქნება, რომ პირველ რიგში წესრიგი იყოს შენარჩუნებული. რა თქმა უნდა, ამას ცალკე აღებული ირაკლი ოქროშვილი ვერ გააკეთებს და ეცაც ჩაგიკითხები, თქვენ გუშინ აღნიშნეთ, თუ თქვენი სახელით უკვე ვიღაცებმა სარგებლობა დაიწყეს და რა ქონდათ ხედულობა? იყო ესეთი ფაქტები, მე და ამერიკის ჩემ ახლობლებმა მითხრეს, რომ რაღაც ხეტყის უკანონო შეხვასთან დაკავშირებით გაიჟღერა ჩემმა გვარმა, კონტრაბანდული ტურისტების მოძრაობასთან ერთად გაიჟღერა ჩემმა გვარმა. მე გუშინ თქვი თქვენი ეთერით და დღესაც მინდა გავიმეორო, რომ ხვალზე ჩვენ გამოვაცხადებთ ხელხაზის ნომრებს ჩვენს ოფისში, სადაც მოსახლეობა შეიძლება დაარეკოს და ნებისმიერი ინფორმაცია მოგვაწოდოს, რაც დაუყოვნლივ იქნება რეაგირება გაკეთებული. პირველ რიგში უნდა დაისაჯონ ესეთი ადამიანები, რომლებიც მიჩეული იყვნენ და ტრადიციად ჰქონდათ ქცეული, რომ ხელისუფლებას იყენებდნენ თავის საკუთარი მიზნებისათვის და ამას ვეღარ ეგუებიან, რომ ეს ყველაფერი დამთავრდა. ფარველების ინსტიტუტი უნდა მოიწვიოს. შალოთ ლაშაძე. კონდეთ მიგრო. მე ვიცი რომ შალო შენი პოზიცია ძალიან ანტირევოლუციური იყო ამ რევოლუციამ. ნახო. იესალმები ელემაყურებეს მეგობა ერთი და დავა კონკრეტულ ადამიანებმა 23 ნოემბერს რო სახელმწიფო ბლოკის ქებადიდებაში გაიღვიძეს 24 ნოემბერს უკვე იგივე სახელმწიფო ბლოკს ის შეუტრიადნენ და ლანძღვაგინება დაუწყეს და შეიძლება ესე თქვა ახალი მიმდინარეობა და ვთქვა თუ რაღაცა ჩამოყალიბდა უკვე საქართველოში ყარყარიზმი ასე თქვა ეს ერთი მეთოდა შერჩები ძველ პოზიციას მე ვრჩები ასე თქვა იმ პოზიციებზე სადაც იქნება ქართული ხალხის ინტერესები, სადაც იქნება აგრეთვე გორელების, შიდა ქართველების ინტერესები და სადაც გაკეთდება კარგი საქმე, მე ყოველთვის იფიქრე. რაც შეეხება ვარდების რევოლუციას, ეს რევოლუცია რომ მარტო ვარდებზე გადაიარა და ხავერდონად გადაიარა, ამაში მოდი დაუკარგავთ და თქვათ ახდილად და ღიად რომ დიდი როლი ითამაშა საქართველოს პრეზიდენტმა ბატონ ედუარდ ხო ექს-პრეზიდენტმა ბატონ ედუარდ შევარდნაძე. იმიტომ რომ იგივე არ მოხდა საქართველოს რაც მოხდა ბაქოში. ეს არის პრეზიდენტის დამსახურება. რაც შეეხება აქ თქვენ საუბარი იყო კადრებზე. ყველაზე მთავარი პრობლემა არის მართლაც და კადრები, იმიტომ რომ თუ საქართველოში იყო შექმნილი მძიმე სოციალური ფონი, ეს იყო იგივე ერთი შევარდნაძე ვერ მოაგვარებდა საქართველოში ყველა პრობლემას. თუ პრობლემები იყო საქართველოში, ეს არ იყო მარტო შევარდნაძის ბრალი, ეს იყო იმ კადრის ბრალი და იმ ცუდი ადამიანების ბრალი, ვინც რომლებსაც ნიშნავდა შევარდნაძეც. ნუ შეიძლება ხა შევარდნაძე ვერ გააკონტროლებდა აი ამდენ მე მგონი როგორც მე ვიცი სტატისტიკური მონაცემით 200,000 ადამიანამდე იყო დანიშნული ასე თქვა სახელმწიფო სტრუქტურაში და ერთი შევარდნაძე ვერ გააკონტროლებდა. თუმცა არ მინდა დავდესვას უამრავი კარგი ადამიანიც იყო სახელმწიფო სტრუქტურაში და ასე რომ თუ მოხდება რაღაცა ამ შეზავება ასე თქვა და რაღაცა უფრო შეერჩევა ჩემთვის დიდი მადლობა პოზიცია გააქვს. ვანებო კი ბატონო და გამოვიდეთ უკვე როგორც ვთქვით დრო ცოტა გრჩება ამიტომ ძალიან მოკლედ მოგახსენებთ ბატონო გოგა რაც შეეხება პრობლემებს ალბათ დამეთანხმებიან ჩვენ ტელემაყურებლებიც რომ გორის რაიონში და მთლიანად შიდა ქართლში და საქართველოშიც არ არსებობს სფერო სადაც პრობლემები არ იყოს და რომელიც სფეროში შეიძლება ითქვას რომ იქ რაღაც პრობლემატიკა მოგვარებული აქედან გამომდინარე ყველა სფერო მისახედი რა თქმა უნდა აგერ ბატონო ირაკლის დავეთანხმები რომ არსებობენ პრიორიტეტები დროის სიტუაციიდან გამომდინარე აპერიოდში ვიმყოფებით ახლა და აი ვარდების რევოლუციის შემდგომი პერიოდია და კარზე გვაქვს მომდგარი საპრეზიდენტო არჩევნები და ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი პერიპეტიები, რომლებიც ნელ-ნელა უნდა დაალაგოს სიტუაცია ქვეყანაშიც, რეგიონშიც და ქალაქშიც. რაც შეეხება საკადრო პოლიტიკას, აი მოკლედ რომ მოგახსენოთ, პირველი რაშიც ერთმანეთს ყველანი დავათანხმდეთ, ის არის რომ პირველი ნაბიჯი რაც შიდა ქართლში გადაიდგა, ეს იყო ძალიან სწორი, ხო? ძალიან სწორი, იმიტომ რომ რწმუნებულად დაინიშნა პიროვნება, რომელმაც ყველაზე მეტი მანდატი მიიღო მოსახლეობისგან და დობის მანდატი მიიღო. მივესალმოთ ამ ფაქტს ყველანი, ყველა მიულოცოთ და ვისურვოთ ის და გამოვთქვათ იმედი იმისა, რომ რაც პირველი ნაბიჯები გადაიდგა, ისეთი იქნება შემდგომი ნაბიჯები და შემდგომი იმისა რა ფაქტებიც მოხდება და როგორც მე ვიმჯელო დანარჩენზე და მე მგონია რომ ეს საკადრო პოლიტიკას და ყველანი პრობლემების გამოხსნაც რაც ჩვენს რეგიონში ხდება, განსაკუთრებით რასაც შევეხეთ ამ საუბრებში, რაც უპირველესად კრიმინოლოგიურ სიტუაციას შეეხება, ნელ-ნელა დაალაგდება და ეს ალბათ იმ კადრების დამსახურება იქნება, ვინც ამ საკითხებზე იზრუნებენ. ეხლა მოусმენთ მაყურებელს კიდევ ერთი ზარი და შემდეგ გავაგზავნოთ საუბარი. საღამოშვილებისა გისმენთ პირდაპირ ეთერში.
ძალიან მოკლედ ცოტა დრო გრჩება. მე მინდა კიდევ ახლა დანიშნულს უნებურს და მინდა თქვა თქვენი ტელევიზიის საშუალებით. ჩემი მე პიროვნულად ბატონ ირაკლი ოქროაძის არ ვიცნობ და მინდა ერთი ფაქტი ავღიარო. მონიკა საშუალება ამ რამდენიმე დღის განმავლობაში მეყურებინა მისი მუშაობის ძირითადი მიზეზებისათვის და მინდა თქვა ეს არის კაცი მოსული საქმის ხეთების დიდი სურვილი. აი მას მე მთელი სერიოზულობით განვაცხადებ მთელი რეგიონის მოსახლეობის აყურებლად. უბრალოდ გულწრფელად ვუხარ, მენაც პიროვნულად აი ამის არ ცნობილი რა შეიძლება აი შალვა რო თქვა. ადამიანს არ დაუკარგო ის ღირსებები შემოშალა რაც პიროვნულად გააჩნია. ის წარმატებებს რეგიონის საკითხებზე ყოველთვის აიდაკრა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ბატონო ირაკლი, კითხვა ესეთი მექნება თუ შეიძლება სოსოს მივაწოდოთ ახლა გაშვს მიკროფონი, მეორე მიკროფონი. მე ვიცი რომ ძალიან სპეციფიკური რეგიონის ხელმძღვანელობა მოგიწევთ ეს ბოლო პერიოდი. ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ვცხოვრობ ფაქტიურად. სულ ყველანი. აი ამ რევოლუციის დღეებში ჩემთან არაერთმა ოსმა კოლეგამ დაარეკა და ძალიან შეშფოთებით აკვირდებოდნენ აი ამ მოვლენებს. ოსურიც ძალიან ხშირად იყო ჩართული ამ პროცესებში და თქონდა ურთიერთობა. იქნებ მოგაწოდა ინფორმაცია განწყობა როგორია თქვა იქაური ასე თქვა მოსახლეობისა, ოსური მოსახლეობისა, იგივე ჩვენთან აი ახალი ხელისუფლების მიმართ. და საერთოდ როგორ უნდა მოგვარდეს შემდეგ ეს პრობლემა ბატონო ირაკლი თქვენ რას ფიქრობთ ტერიტორიული ფრინველების აღდგენაზე? გისმენთ მოკლედ. ну შევეცდები ძალიან მოკლედ მოვახსენოთ იქ არსებული სიტუაცია დღესდღეობით. მე მინდა გითხრათ რომ არანაკლები ყურადღებით აკვირდებოდნენ ოსები საქართველოში მიმდინარე პრობლემებს, ყოველთვის თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებს, მიტინგებს და არანაკლები ესე იგი ანალიზი მიდიოდა ცხინვალში ამ პრობლემებისა, როგორც უშუალოდ საქართველოს სხვა ქალაქებში და თითქმის ახლა უნდა ითქვას რომ ესე იგი ჩვენი პრობლემა საერთოდ კონფლიქტის ზონაში ქართულ-ოსური და ისევე როგორც აფხაზეთის პრობლემა არსებობს საზრდოობით ბევრად არის დამოკიდებული საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. თუ იქნება სტაბილური სახელმწიფო, თუ იქნება ძლიერი ეკონომიკით, ძლიერი უშუალოდ მართვის ბერკეტების სისტემით, მაშინ ბუნებრივი ამ კონფლიქტების გაძლიერებაც ბევრად უფრო იოლი იქნება და მე პირველ რიგში მინდა ასეთი რამე განვაცხადო, რომ ახლა ამ ეტაპზე ჩვენ გვჭირდება პირველ რიგში, ესე იგი, რაც შეიძლება სწრაფად მოვიყვანოთ აბსოლუტურად ყველა პრობლემა თავის კალაპოტში. და შემდეგ მიხვდეთ უკვე იმ პირველ ხარისხოვან პრობლემებს, რომელიც საქართველოს გააჩნია. უნდა სასწრაფოდ იქნას აღდგენილი ამა თუ იმ საშუალებებით, როგორც ახლა ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ ოსებს, გვაქვს ამის საშუალება, რომ ახალი თამაშის წესები შევთავაზოთ, მათ ამის უნიკალური შანსი არსებობს აი ახლა. და ესე იგი ჩვენ შეგვიძლია აი ამ მეთოდებით, ახალი თამაშის ჩარჩოებით, ახალი კალაპოტით შეგვიძლია ვიფიქროთ აი ამ კონფლიქტების დარეგულირების, დაჩქარების პროცესზე. რაც შეიძლება მალე და სწრაფად მოგვარდეს ეს პრობლემა, იმიტომ ძალიან შეშფოთებული არიან. ძალიან საკმაოდ შეშფოთებაც არის ცხინვალში აი მიმართულებით. ჩვენთან ეს საუბარში განაცხადა პატრასხარებულობა იმათი ინფორმაციის კომიტეტის თავმჯდომარეა, რომ გუჯანაძემ რო თქვა, ესეთი განცხადება რო გააკეთა, რომ ჩვენ ჩავალთ ცხინვალშიო, რიტორიული კითხვა დასვა ესეთი. როგორ ჩავდო იგი როგორც დამპყრობელი თუ როგორც სტუმარი. ამიტომ დასალაგებელია რა ეს აი ეს საკითხიც, იმიტომ რომ მართლაც ძალიან ისეთი რთული სიტუაცია შეიძლება შეიქმნას. ჩვენ ჩავალთ ცხინვალში არა როგორც დამპყრობლები და არა როგორც სტუმრები. ჩვენ ჩავალთ ცხინვალში როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქეები და შეხვდებით მათ როგორც ქვეყნის რიგითი მოქალაქეებს. ეს ქვეყანა არის ერთიანი და ადრეთუგიან ეს ერთიანობა აღიარებული იქნება. თავარია ახლა გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას იმ კუთხით, რაც საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენდა საქართველოსთვის. ეს არის საქართველოს და რუსეთის ურთიერთობა. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ თანასწორუფლებიანობის და პარიტეტული საწყისებზე რუსეთთან მოვაგვაროთ გარკვეული პრობლემები. ამ პრობლემების მოგვარების გარეშე არც თავისთავად იგივე სამაჩაბლოს პრობლემა, არც აფხაზეთის პრობლემა არ მოგვარდება. და იგივე ჩვენს ასე ვთქვათ ცხინვალ კოლეგებთან უნდა გამონახოთ საერთოდ გარკვეულ საკითხებზე, რამაც შეიძლება მე დასაბამი მიცეს გლობალური საკითხების უფრო ადვილად გადაწყვეტას. იგივე ეს იქნება ეკონომიური მარტივი ეკონომიური პრობლემები თუ კრიმინალთან ბრძოლის ერთობლივი ღონისძიებები და ასე შემდეგ. მე ერთი რამე დავამატებოდი, რომ ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ზოგადად ახალი ხელისუფლების სტრატეგიაზე, წინა პერიოდზე 23 ნოემბერს რა მოხდა ამის ანალიზი მოხდა და რაღაც, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებდი, რომ მე გუშინაც მიწევდა ხალხთან შეხვედრა, დღეს ქარლიდან მოვდივარ, ახლა მოსახლეობას ხვდებოდი იქ. ჩვეულებრივად ქუჩებში დავდიოდი ყოველგვარი რაღაც თათბირების და დარბაზებში შეხვედრების გარეშე. ძალიან იმათ გულღიად და გულახდილად ვესაუბრებოდი მათ და საკმაოდ დიდი იმედია მოსახლეობის მხრიდან, რომ ქვეყანაში რაღაცა შეიძლება.
საკმაოდ დიდი ხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან, რომ ესე ცხოვრება აღარ შეიძლება და ყველამ ერთად უნდა გადავდგეთ ნაბიჯები, რომ რაღაც შევცვალოთ. თავისთავად მე მინდა ყველას ვთხოვო და ყველას ვიმართო, რომ ჩვენ მივეცემთ ახლა თვითგანცრომას და ვიფიქრებთ, რომ სხვადასხვა გავეღვიძებთ და ოაზისი დაგვხდება. მაგრამ ყოველდღიურად ჩვენი მხრიდან და ჩემი კოლეგების მხრიდან და მთლიანად იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ჩვენ მხარში გვიდგანან, მოსახლეობა დაინახავს იმ პატარ-პატარა ნაბიჯებს, რომელიც მათ ამ იმედს არ დაუკარგავს და პირიქით უფრო მეტად გაუღვევს, რომ რაღაცა იცვლება. რაღაც ცხოვრების წესი იცვლება და ეს ყველაფერი ისე აღარ იქნება, როგორც აქამდე. თუ ადამიანს სახელმწიფო დაწესებულებიდან ცნობის აღება უნდა, მას აღარ მოუწევს 3 ლარიანი, 5 ლარიანი ქრთამის გადახდენა ამ ცნობის აღებაში. თუ ადამიანს ერთნეთის ბაზრობიდან პატარა ტვირთი მაქვს თავისი ოჯახის სარჩენად, მას აღარ მოუწევს პოლიციელთან ქრთამის მიტანა და დატოვება და ასე შემდეგ. ეს ელემენტარული ცვლილებები უკვე შესამჩნევი გახდება უახლოეს დღეებში. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ თუ ვინმეს იმედი გაუცრუდება, ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ მე პირველი ვიქნები ის ადამიანი, ვინც ჩემ პოსტს დატოვებს და დამოამთავრებს. ასე მინდა მსახიობებს მიმართოთ თქვენის ნებართვით. ბატონი აზორი გესწრება. ბატონი აზორი, ალბათ ერთ-ერთი უმთავრესი ასე ვთქვათ კრიტერიუმი ამ ქვეყნის ესეთი ძიმე მდგომარეობიდან გამოყვანისა, რა თქმა უნდა, ჩვენ სულიერებაშიც უნდა ვეძებოთ. ჩვენს კულტურაშიც უნდა ვეძებოთ. მე ვიცი რომ პრემიერა შედგა უკვე და მოდიხართ აქედან. თქვენ როგორ ხედავთ აი ამ ყველაფრის დაძლევის გზას? აი თქვენი შეფასება როგორია? თუნდაც თქვენ რას ურჩევდით იგივე ახალ რწმუნებულს, ეს საინტერესო იქნებოდა მისთვის. ჩემთვის ამ გონი არც ერთი არ არის ამ დარბაზში და იმდენის მომსწრევა, რომ დიდი სამამულო ომი მახსოვს ლევიტანის ხმას, სტალინის ხმას, როცა დაიწყო მეოთხე წლის სარგებლობა, მე ომი გადავიდა. მერე 9 მარტი გადავიდა მიხარი მონაწილე. გადავიდა სისხლის რა იყო მეორე დღეს რუსთაველის პროსპექტი ირეცხებოდა. გადავიდა. და აი ნატო ვაჭდადის დასაფლავებაც გადავიდა, მაშინ 13-ის. და აი ხლა რო უყურებდი ბავშვებს სულ ვეძებდი გოგა შენიცი ჩემი ქვემოქმედება და ვეძებდი სულ ჩემი ობლები ხომ არ არიან ჩემი ნამდვილი შვილები. შვილიშვილები, შვილთაშვილი ჯერ პატარაა გორელია ჩემი გიორგი და აი მე მინდა რომ იმისთვის მაინც იყოს. აქ გამithხოვდა ჩემი შვილიშვილი და აქ გამიშთა გიორგი და ძალიან მინდა რომ ბატონო ირაკლი და აგერ გოგინისის ჩემი სიძეთმე კუთვნისა და ძალიან მჯერა რომ ნათელი ღიმილები ბატონო ბადრი შექმნიან იმამის რასაც ქვია რომ გუშინ ცოტა გაბრაზებული წამოვედი პრემიერამდე რეპეტიციიდან ავალ სახლში მეთქი მოედანზე ვცხოვრობდა გარცქერი ხოლმე მოედანს ანუ სტალინს იმიტომ იმ ეპოქისა ვარ და ლენინი ვითამაშდა პარტიაში არ შევედი და ნურც ერთ პარტიას მოეწყინება რომ მე არა ვარ გაერთიანებული შვილებო არც ერთ პარტიაში მაგრამ ყველა პარტიის ტკივილი მტკიოდა იმიტომ რომ მე ვიცოდი რომ ყველა პარტიას უნდა სტკენოდა არა თავისი პარტია მარტო არამედ საქართველო მთლიანად საქართველო რამდენიმე ინტერვიუერი იყო ჩემთან ამ კვირის განმავლობაში და ყველგან იმას ვამბობდი რისთვისაც დავდგით იანანა ბატონთა ტყუილის უფლებას არ მომცემს ტექსტი აქვს იქა რომ მომავალი სანეტარო გავხადოთო დაიწერა მეთქი რომ გაბრაზებული გადავედი სახლში ცოტა ხანს გადავხედა მოედანს რა ხდება და თურმე ქვეყანა ხალხი ელოდა ახალი გუბერნატორის მოსვლას არ ძველს დაუკლია ჩვენთვის ყურადღება არც გამგეობას არც ქალაქის გამგეობა რაიონის გამგეობა განსაკუთრებით პაატაჩხეიძე ცოტა ახალმოსული იყო და რაღაცა ვიფიქრე გავიხედე ახლა მეთქი და ჩამოიყვანა ბატონმა ზურაბმა გუბერნატორი და გავიხედე და თეატრში გადმოვიდა პრემიერა სეზონის გახსნა ვინმე ეტყოდა გეფიცებით მამაშვილობას ყველას გეუბნებით მამაშვილობას და მოვედი და მოდის ჩვენი თანამშრომელი და ამბობს გუბერნატორი იქ კი ვთქვი მე რომ ა ბატონი რა იყო თეატრში დიახ კარგი ბატონ გასაგებია დიდი მადლობა და გილოცავთ მე კიდევ ამბობ არ მთავრობას და ბატონ დათოს დაუკლია ყურადღება მაგრამ რახან ახალი ცხოვრებისთვის ვიბრძვით. მე უპარტიო კაცი გელაპარაკებით ამას, ყველა პარტიას ვერტში უდგას თეატრი, თუ ის დაუდგება თეატრს გვერდით. ვის თეატრის გვერდით იქნება გენერალი. ბატონი მაგული, შემდეგ ბატონი ოთარი, დავიც. ბატონი მაგული. არა, არ ვიყენებ ჯერმოკლებას ვიცი, გავიცავ. მე ბატონ ირაკლის მეულოცა და აღნიშნე რომ იყო სიმბოლური პრემიერა სეზონის გახსნა და ახალი წმონებულის მოსვლა. ჩვენ უნდა ვაკეთოთ ყველამ ჩვენი საქმე.
და უნდა ვიყოთ მოქალაქეები და გვახსოვდეს, რომ ღმერთია და გველოდება იმ ქვეყნიური სამყარო. აი ეს არის ჩემი საკითხი. მე ტელემაყურებელსაც ხო, ერთი ტელემაყურებელს გველოდება, ეს იქნება ბოლოს არის ჩვენთან გადაცემაში. გთხოვთ, დასვათ კითხვა, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. ჯერ მივულოცო ირაკლის გამარჯვებას. შემდეგ ესეთი რაღაც ვიდა უსწრა. ხო შეიძლება ამ იარაღს რომ ხალხი ატარებს, კაცო, ამ ძალება გამოვიდეს რაღაცა ისეთი რომ არ კონდეს ხალხს საშიშროება. ხოლო ეს ძალება უნდა იყოს თავი და ბოლომდე რომ გავიდეს. გასაგები. რომ დამრიდან არ დაიწყოს სამყაროების შესრულება. დაიწყოს მაღლიდან. გასაგები, ესე იგი საერთო შეშფოთება ისევ და ისევ ქალაქში რაიონში არსებულ კრიმინოგენურ ვითარებას. ბატონო, კი, მოგცემთ საშუალებას, ძალიან მოკლედ შევაჯამოთ. სულთა და გულით მოგილოცოთ ბატონო ირაკლი გამარჯვება და სიამაყით და აღნიშნო რომ თქვენ იმ პარტიის ხელმძღვანელი ბრძანდებოდით აქ ქორში სადაც ერთად ვიყავით. მე მინდა ასეთი რამე ვთქვა. რევოლუცია უნდა მომხდარიყო. ცოტა დაგვიანებული წელს. მე ვიცი თქვენი რადიკალური პოზიციის შესახებ. ხო და ვინც საქართველოსთვის კარგს გააკეთებს. აი კარგად ათქვა ბატონო ირაკლი რომ ხალხი კი არ უნდა იყოს მოსამსახურე ხელისუფლება უნდა იყოს მოსამსახურე ეს აბაბათაგან ასე იყო და ასეც უნდა იყოს მით უმეტეს მაშინ როდესაც დემოკრატიაზე გვაქვს საქმე ამიტომ მე ყველას მადლობელი ვიქნები თუ კი აი ეს ადამიანებთან თავისუფლად შეგეძლება შესვლა თუ რაღაცას ისეც მოიმოქმედებენ რომ ამ დაძინებულმა გაყინულმა დაბრმავებულმა ხალხმა ცოტა ნათელი ნახოს ამ ქვეყანაზე და თრად არ დაკარგოს იმედი მომავალი ხვალისა დღისა. გასაგები. ბატონიკობა, შემდეგ ბატონი. მეც რა თქმა უნდა მოგულოცავ ბატონ ირაკლის მე ის უნდა ვთქვა ჩემო ძვირფასებო რომ მე ცოტა განსხვავებული აზრისა ვიყავი ბატონო გოგა ჟურნალისტები მოვიდნენ ჩემთან და იქ შემეკითხენ რომ პრეზიდენტი გადადგეს თუ არ გადადგესო მე ვუთხარი არ უნდა გადადგეს მეთქი ეს ზუსტად 22 რიცხვი იყო რატომ არ უნდა გადადგესო მე ვუთხარი ჯერ დაგვიბრუნოს აფხაზეთი და სამაჩაბლო მეთქი და მე გადადგეს მეთქი რა ვიცი ახლა ეწყინათ გოგონებს თუ არ ეწყინათ რა ვიცი ეწყინებოდა ხო მე თეატრის ერთ-ერთი მაშინ ასე ჩაიკითხეთ ბაზრობა თქვენ ვერ შეძლოთ პრეზიდენტმა შევარდნაძემ აფხაზეთის და სამხრეთის ფიქრობთ რომ შეძლებს ეს ხელისუფლება ეს ხელისუფლება აუცილებლად ამ ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა შეძლოს აუცილებლად უნდა შეძლოს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება ეხლა თქვენ რომ ბრძანეთ რომ ესე იგი რატომ მოხდა ეს რევოლუცია რევოლუცია რა თქმა უნდა მოხდა გაყალბების შედეგად რა თქმა უნდა გორში არ გაყალბებულა ისე მე ახლა ჭალაში ვცხოვრობდა იქ ხო განსხვავებული პირველ რიგში მოხდა რევოლუცია გაყალბების ნიადაგზე მერე მოხდა რევოლუცია ხალხი გადაიღალა ესე იგი ეს სამაჩაბლო აფხაზეთი ამდენი გაჭირვებული ხალხი მშიერი ხალხი და აღზევდა ხალხი მერე რა ვეღარ აიტანა ამდენი ისა რა ამდენი წლების განმავლობაში სულ ყალბდებოდა მოთხრობის პიანო ისევ ხო აი გასაგები აი ახალგაზრდა სულიერად მე ჩემო გოგა მინდა დამეთქვა რომ ალბათ ყველა მიწის აღძრება ყოველთვის ხარს უჭერდა რევოლუციას მათ გვერდზე ვიდექი და უბრალოდ აი ამ რევოლუციამ რა დაანახვა ხალხს რომ დაუმარცხებელი არავინ არ არის ამ ქვეყანაზე ერთ-ერთი შემდეგ ოპოზიცია არადროს მტერი არ არის საქართველოსი ისე მათ უფრო უყვართ საქართველო ესე მგონია და მესამე რაც იქნება არჩევნები რომ ჩატარდება ალბათ უკვე აღარ დაუწყებთ ერთმანეთის რაწყოს დღევანდელმა დღეებათა ჩვენ რომ ჩვენს უყოლანი ერთად ავზივართ მეგობრები ვართ არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებთ და ჯობია რომ არც არჩევნებში არ უდახოთ ვიღაცებს ერთმანეთს რომ შენ მტერი ხარ და შენ დამაქცეველი ხარ ჩვენ ყველანი საქართველოს შვილები ვართ და ერთმანეთს უნდა მოვეფეროთ ჯენტლმენები ვიყოთ რაინდები ვიყოთ ყველა არჩევნებს და ერთმანეთს ხელი ხედ ჩავკიდოთ და გავიტანოთ ეს ჩვენი საქართველო მე სიმჯერა
ბექა და დიანიძე, ახალი მემარჯვენეები, უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით და მაინტერესებს ერთი რამე, გამოვიხმაურებით თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც მდგომარეობდა შემდეგში, რომ გარკვეული პიროვნებები, რომლებიც წინა პერიოდში გარკვეულად მაღალ თანამდებობებზე იყვნენ და მათ ჩემი აზრით ბრალი მიუთმით ყველა იმ ცუდში, რომელიც საქართველოში ხდებოდა, ისინი უნდა წავიდნენ სახლში. ჩემი აზრით ის პიროვნებები, რომლებმაც დაანგრიეს ქვეყანა, დავკარგეთ აფხაზეთის ამაჩაბრო და საერთოდ აი ასე მდგომარეობამდე მოვიდით, ისინი არ უნდა წავიდნენ სახლში და ისე განცხადება, რომ ეს პიროვნებები მიდიან სახლში, ჩემთვის ძალიან მიუღებელია. ის ხალხი, რომელიც საქართველოს მიიყვანეს ამ მდგომარეობამდე, ჩემის აზრით არ უნდა წავიდნენ სახლში და მათ გარკვეული პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დაუდგეთ, გონი ამაში კეთიც დამეთანხმება. გასაგებ და ბოლოს ისე ბატონი ირაკლისთან. ისე ბატონი ირაკლისთან შემდეგ ისმენ ბატონი ჯემა და შემდეგ ბატონი ირაკლი. ისმენ და შემდეგ ბატონი. დიდი მადლობა ტელევიზიაში მოწვევისთვის. საშუალება მეძლევა მიულოცო ბატონი ირაკლის დიდი გამარჯვება. ისე ვეღარ ვიხსენებ წინა არჩევნები რომელ თვეში იყო. მაშინ ვარდი ან კონკურსში იყო, ან ფოთოლში იქნებოდა, რომ მხვდარი იყო უფრო ადრე, დღეს უფრო გამართულად ვილაპარაკებით და გამარჯვებაზე სხვა თემებზე ვილაპარაკებით. იმედი მაქვს მე. ჩვენ მოგეცემა ამის საშუალება, რომ სხვა თემებზე ვისაუბროთ აუცილებლად და აქვე თქვენი თანდასწრებით მე ჩამოვართვებ პირობას ირაკლი ოქროაშვილს, რომ იგი ხშირად იგი მოვა ტელევიზიით და ანგარიშს ჩაგაბარებს თქვენ საზოგადოებას, მოსახლეობას ყოველსას რა კეთდება, რა არის გასაკეთებელი, სად ჭირდება მას დახმარება, ეს აუცილებელი პირობა იქნება. რომ მოუარჩი იმედი მაქვს ბატონო ირაკლი, ჩვენ შევხვდებით კოლექტივში შევხვდებით და ჩვენს პრობლემებზე იქ დაწვრილებით მოგახსენებთ. ბარომეტრი იქნება ერთი რამ, თუ გორის ბაზარზე ვარდები გაქრა, ესე იგი ჩემი წასვლის დროა. გასაგებ. და მე ეს მე ვხედავ რომ თქვენ ძალიან არ მოგწონთ ხარსტუხი. აქაც რამე პოლიტიკურ ჩანაფიქრი, რაღაც ტაქტიკა, ხო არ აღიზიანებს სოციალურად ძალიან გაჭირებულ ადამიანებს იგივე ხალხსტუხიანი მოხელეების გამო. თქვენ ხალხსტუხში არ მინახი ხარ. არასდროს შეიმჩნია ალბათ, იმიტომ რომ ჩვეულებრივ სამუშაო პირობებში უკაცლებით ადვილია სპორტულ ფორმაში იყო ვიდრე. აი გუშინაც არ კეთდებია თქვენ ხალხსტუხი. გუშინ მელაპტაშელაში რომ მემეცით სხვა შორის მაგაზე, მაგრამ ჩემი სტილია. კარგი, და ბოლო კითხვა დრო. ძალაში რჩება თუ არა ის დაპირებები უფრო სწორად და ის ხელშეკრულება, რომელიც თქვენ არჩევნებამდე გორის მოსახლეობას დაუდეთ იმის შესახებ, რომ სხვადასხვა ესე ვთქვათ, პრობლემები ეტაპობრივად გადაწყდება თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. თავისთავად გოგა შენ მახსოვს ერთხელ არჩევნებამდე ერთი ერთადრე დამისვე ესეთი კითხვა, რომ შენ გამზადებენ აღმასრულებელ ხელისუფლებაში რაღაც პოსტზე და ხომ არ მოხდება ისე, რომ ეს დაპირებები დარჩება ერთი და მეორე გორი აღმოჩნდება მაჟორიტარი დეპუტატის გარეშე გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ხშირად ვსვამ ამ კითხვას. კი, მე კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ არც ერთ შემთხვევაში ჩემ მხრიდან არ იქნება გადადგმული ისეთი ნაბიჯი, რომელიც მე დამაშორებს როგორც ჩემ ამორჩევლებთან, ისე იმ დაპირებებთან, რომელიც მე ჩემ მოსახლეობას მივეცი. თავისთავად ჩემი სურვილი და თანხმობა, რომ წამოსულიყავი ამ პოსტის დამუშავად, გამოწვეული იყო მხოლოდ ერთი მიზეზით, რომ მე ჯერ კიდევ არ ვთვლები დეპუტატად და ჩემი უფლებამოსილება ცნობილი არ არის, ვიდრე ახალი პარლამენტი არ შეიკრიბება. და მით უმეტეს აი ამ პოსტიდან უფრო მეტი ბერკეტი და საშუალება გამაჩნდა იმისათვის, რომ მე რაღაც შედარებით მეტი გამეკეთებინა, ვიდრე ეს იმ დაპირებებშია, რაც თუნდაც წერილობით ხელშეკრულებაში იყო ასახული, რაც ჩვენ წინა საარჩევნოდ გავაფორმეთ. ეს ერთი და მეორე არავითარ შემთხვევაში ეს არ დარჩება მხოლოდ დაპირებად. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თავისთავად საპარლამენტო გაცილებით გვიან შეიკრიბება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჩვენ დავიწყებთ პირველივე ნაბიჯების გადადგმას ყველა აი ამ პირობის შესრულებლად და მე ერთწლიანი ვადა მოვითხოვე ამ არჩევნებისაგან აი ამ პირობების შესრულებლად და ერთ წლის თავზე თავისთავად იქნება რაღაც დიდი ანგარიშის ჩაბარების დრო, როდესაც მე უნდა დავწერე ჩემი არჩევნების წინაშე და მე არ ვაპირებ რომ არ ვიყო პირნათელი მათ. გასაგებ ესეთი კითხვა ბატონო თქვენ აბსოლუტურად შეწმუნებული ხართ, მაგრამ შეიძლება თუ არა პარლამენტი და თქვენი უფლებამოსილება როგორც დეპუტატისა ცნობილი გახდება, თქვენ საით წახვალთ, თქვათ, იქნებით პარლამენტში როგორც გორის მაჟორიტარი დეპუტატი თუ გააგრძელებთ საქმიანობას, როგორც შეუთავსებლობა ხდება ბუნებრივად, ხო და აი მე ერთი რამ მინდა გითხრა, რომ ჩემი ნებისმიერი მეგობრის მოღვაწეობა აი ამ პოსტზე ეს არის დროებით. და არა მარტო იმიტომ, რომ ჩვენ სხვა განვაპირებთ წასვლას, ან სხვა განვაპირებთ ჩვენი მოღვაწეობის გაგრძელებას. მე მიმაჩნია, რომ ეს არის აბსოლუტურად ამორფული ინსტიტუტი სახელმწიფო სტრუქტურებში.
ეს არის ინსტიტუტი, რომელსაც არაფერი ფუნქცია ისეთი არ გააჩნია, რომელმაც რეალურად შეიძლება გარკვეული გავლენა მოახდინოს სხვადასხვა ასე ვთქვათ სფეროში დადებითი ტენდენციისკენ. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ასე ვთქვათ ფსიქოლოგიურად ძლიერი ხარ ადამიანი და რამდენად უფრო მკაცრად დაუგრაფუნებ რაღაცას მუშტს. სწორედ საკანონმდებლო დონეზე მე გუშინ გადავხედე იგივე დებულებას რაღაც ნორმატიული აქტები ავიღე ამის დაკავშირებით. არაფერი ისეთი განსაკუთრებული, რითაც შენ შეგიძლია გარკვეულწილად შენი უფლებამოსილება მიმართო ხალხის საკითხით დღეოდ არ არსებობს. მე ვფიქრობ, რომ ახალი პარლამენტი შეიკრიბება თუ არა, პირველივე რაც უნდა გაკეთდეს, საკონსტიტუციური პარლამენტის პირობებში ეს საკონსტიტუციურებზე არ არსებობა, ძველი პარლამენტის პირობებში შეუძლებელია გუბერნატორების ინსტიტუტი საქართველოში საერთოდ უნდა გაუქმდეს. ეს ერთი. და მეორე, ჩვენ რეალურად უნდა განახორციელოთ რეფორმა, რათა საქართველოში ჩატარდეს საქართველოს ერთხელ და სამუდამოდ მიიღოს რეალური ადგილობრივი თვითმმართველობა. წარმოიდგინეთ, ახლა ჩვენ გვაქვს ქალაქის გამგებლის ინსტიტუტი, რომელიც არის არჩევითი, რაიონის გამგებლის ინსტიტუტი, რომელიც არის დანიშნვითი. ერთ გარკვეულწილად შეიძლება თეორიულად გააჩნდეს პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე, იმიტომ რომ 20 წლის მერე კიდევ ერთხელ უნდა დარჩეს მათთან ანგარიშით. მეორეს არანაირი პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანია, რომელმაც შეიძლება პასუხი მასხობს და მეტი არა. ასე რომ ეს ყველაფერი უნდა დაწმინდავდეს, მე ესე ვიტყოდი და გარკვეულ ფორმაში უნდა იქნეს მოყვანილი. გუბერნატორის ინსტიტუტი აბსოლუტურად არ არის საჭირო ქვეყანაში. გასაგებია, დიდი მადლობა. ფიქრობ, გარკვეული შთაბეჭდილება ჩვენს ტელემაყურებელს, ჩვენ საზოგადოებას შეექმნა, თქვათ, როგორი ნაბიჯებით მოდის ირაკლი ოქროშვილი ამ შემთხვევაში აღმასრულებელ ხელისუფლებაში და თქვენს დებატით შევაჯამოთ ინტერაქტივი. ესე იგი, კითხვა იყო ესეთი, რამ განაპირობა ვარდების რევოლუცია? არჩევნების გაყალბება. ზუსტად ვერ ხედავ. დაახლოებით 615 ზარი ამ კარნახობენ, 615-16 მაყურებელმა დარეკა. ესე იგი, მეორე პასუხი 479 ტელემაყურებელი თვლის, რომ ეს იყო საერთო სოციალური უკმაყოფილების შედეგად მომხდარი რევოლუცია და ბოლოს 544 მაყურებელი თვლის, რომ ეს იყო უცხო ქვეყნების, ასე ვთქვათ, ინტერესების საგანი. როგორც ხედავთ, მაინც არჩევნების, ასე ვთქვათ, გაყალბების აი ვერსიამ პასუხის ამ ვერსიამ გაიმარჯვა და თქვენს აქაც პრინციპში იგივე აზრი გაჩნდა, რომ უმთავრესი ეს იყო, თუმცა ჩვენ არ გამოვიცხეს სამივე ვარიანტი, მაგრამ უმთავრესი, რა თქმა უნდა, ეს იყო. თუმცა ესეთი არაერთლოვანი ჩვენი მოსახლეობა 23 ნოემბრის მერე გავმინახია. უცნაური ინტერაქტივია. 1655-მა ტელემაყურებელმა დარეკა 57 უკვე ამ დროისთვის. დიდი მადლობა ტელემაყურებელს, დიდი მადლობა თქვენ ყველას მობრძანებისთვის. დიდი ბოდიში წარმოადგენლებს, რომლებსაც ვერ მივეც საშუალება რომ გამოეთქვათ თავისი აზრი, თუმცა ჩვენთვის ცნობილია თქვენი პოზიცია ცნობილია. და რა ვიცი, მე ვერთდები თქვენს იმედიან განწყობას და მინდა ტელემაყურებელს სწორედ აი ამ იმედიანი განწყობით დავიმშვიდობო და ვისურვო რომ ქვეყანა უკეთესი მომავლის წინაშე სულ მალე დადგება. და როგორც გადაცემის მსვლელობისას აღვნიშნე, ჩვენ გვექნება სისტემატიურად შეხვედრა ირაკლი ოქროაშვილთან და იგი ხშირად ანგარიშით, გასაკეთებელი თუ გაკეთებული საქმეებით თქვენს წინაშე წარდგება. გევშვიდობებით, დიდი მადლობა ყურადღებისთვის, კარგად ბრძანებულებით.